უბრალოდ პირდაპირ დავიწყოთ ახლა და მერე გავაგრძელებ საუბარს. აი ეს დღეში აგდეს ნარკოტიკი, მოსაწევი, შესაძლოა გასაჩქარი დღეს ახალგაზრდას. დავაკვირდეთ ახლა ამ ახალგაზრდას, ამ მამაკაც, რომელიც მოძრაობებს აკეთებს, რომელიც გაურკვეველი მოძრაობებია თითქოს, მაგრამ თუ დააკვირდებით, ეს არის გორილას ან მაიმუნის მოქმედებები ერთ-ერთში. და ვიღაცები იცინიან კიდე, მოკლედ, ერთი სიტყვით, აი დააკვირდით, კიდევ ახლიდან დავიწყებ რა. დააკვირდით რა კომენტარს აკეთებს ვიღაცა, არ ვიცი ვინ, მაგრამ მე როგორ იცინიან და რა მინდა ამით თქვა, უბრალოდ ერთი წუთით დააკვირდით თავიდანვე რა. აი ჩემო მეგობრებო, სიტუაცია. აი ეს დღეში აგდეს ნარკოტიკი, მოსაწევი, შესაძლოა გასაჩქარი დღეს ახალგაზრდას. ვითომ ნარკოტიკი მოსაწევი და შესაძლოა ჩაიკარეთ ისინი და ყურადღების ცენტრში ყავდით ცხოვრება. ამაზე ვისაუბრებ, რატომ ვითომ ნარკოტიკი მოსაწევი და შესაძლოა ასეთ მდგომარეობაში არ აგდებს ადამიანს, არამედ აცრები აგდებს ასეთ მდგომარეობაში ადამიანს. ნარკოტიკი უბრალოდ გამომჟღავნებადია და ის საშუალებაა, რომელმაც გამოამჟღავნა ადამიანის შინაგანში რა ხდება. უბრალოდ ნახეთ ახლა ამ ადამიანში თურმე რა ხდება და ამას როგორ იკავებს ადამიანი და რამდენად თოკავს ამ ემოციებს ადამიანი, როდესაც იგი ფხიზელ მდგომარეობაშია, რამე თუ მას აქვს იმის უნარი, რომ ფხიზელ მდგომარეობაში თავისი შინაგანი დაიმორჩილოს, მაგრამ როდესაც უკვე ნარკოტიკის ქვეშ ხარ, ამ შინაგანს მთლიანად გამოვიტან გარეთ და უბრალოდ მაინტერესებს ის, რომ თქვენ გონიათ, რომ თქვენ რომ ეს ნარკოტიკი მიიღოთ, ესეთ მდგომარეობაში არ ჩავარდებით? უბრალოდ თქვენში ხდება ეს შინაგანი, რასაც ახლა ეს ახალგაზრდა გარეთ რაც ამ ახალგაზრდამ გარეთ გამოიტანა და ნახეთ რა ხდება თქვენში. თქვენი ამოთებული. ეს არის ყველა იმ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ერთ დროს საყოველთაო აცრებით აიცრა. უბრალოდ ამას აღარ ვაღიარებთ, ჩვენ თოკავთ და აი ამ უკაცრავად და ვიტყოდი პირდაპირ ფალოს კაცას, ხო, მეორე ვინც იცინის ამის აქეთ. ამ მდგომარეობას რო დასცინის, ამ ხელა ფალოს კაცა, ხო? წარმოიდგინეთ, რომ ვერ აცნობიერებს რა ხდება ამ ადამიანში. ნახეთ როგორ იცინია. იმიტომ თავის ცნობენ, ხდები? თავის შინაგან მდგომარეობას ცნობენ და ვერ იკავებენ თავს, უბრალოდ იცინიან. ამ ადამიანს წაცებული ცხოველების გამოვლენებები აქვს. და ცხოველების ის მოქმედებები, რომ ასრულებს ერთ-ერთში, რომელი 250 ცხოველისგან აღებული მოდიფიცირებულ გენს, გენეტიკურად დამზადებულ იმ ნივთიერებას უშვებენ ყველა იმ საყოველთაო ბავშვი საყოველთაო აცრების დროს, რომელი ბავშვიც აიცრება. აი ეს არის მეგობრებო, რასაც ვაკეთებთ და ვუკეთებთ ჩვენ გენებს. და იმის გამართლებით, რომ ჩვენ გადავრჩებით და თვითყავილა არ მოკლავს და რაღაცა ტეტანუსი არ მოკლავს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა რა. აი ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. ეს დამკვირვებელი, ეს არის რა საკეთებენ, რა ექსპერიმენტებში გამყოფებენ აზრზე ხარ. წარმოგიდგენიათ კაცობრიობას, წარმოგიდგენიათ, რომ აი ეს მდგომარეობა ჩვენში არის უბრალოდ მოთოკილი. ხედავთ. ყოველ წამიერად მოქმედებს ჩვენი ქვეცნობიერი იმაზე, რომ ესეთი მდგომარეობა არ გამოავლინოს და უხდება იმაზე ფიქრი, რომ ის რაც დაზიანებული აცრების შედეგად დაზიანებული
აცრების შედეგად დაზიანებული ადამიანის გენი არ გამომჟღავნდეს აი ამ სახით, რადგან ადამიანების სახე შევინარჩუნოთ, ხომ? ჩვენი შინაგანი ყოველწამიერად ებრძვის ამ მდგომარეობას. თორე ჩვენ რომ მოგცემოდა იმის უფლება, რომ ჩვენ გამოვამჟღავნოთ ჩვენი სახე, როგორც აი ახლა ამ ადამიანმა დაიკიდა ყველაფერი ნარკოტიკული ზეგავლენის დროს და გამოამჟღავნა თავის სახე, იმიტომ რომ ვეღარ მოთოკა. რამდენი წლის იქნება დაახლოებით, ვთქვათ 38 წლის ადამიანია და 38 წელი ამ ადამიანმა თოკა ის გენი, რომელიც შეიყვანეს მასში ბავშვობაში აცრის დროს, საყოველთაო აცრის დროს და იცოდეთ რა, შეიძლება ხა გაგეცინოთ ჩემზე, მაგრამ წაიკითხეთ ჩამონათვალი, რისგან ამზადებენ აცრებს, რომელი ცხოველებისგან ადგენენ აცრებს. და ნახავთ, რომ იქ მოთავსებული არის 270 ცხოველი, მათ შორის მტაცებელი ცხოველიც და მათ შორის გორილაც. და აი გორილასაც ხედავთ აქ. მართალი გითხრათ, მე რო წავიკითხე ეს აცრებზე არ მჯეროდა, მაგრამ აი ახლა 100%-ით დავიჯერე, რომ ეს სიმართლეა, რომ მათ შეყავთ ჩვენში ის გენები, რომელი გენებიც იყო იქ ჩამოთვლილი, მათ შორის ქათმის, ძაღლის, ძროხის, გორილის, მაიმუნების, სხვადასხვა სახეობის და ასე შემდეგ. და აი ამას ვხედავ ახლა თავად. ამის ნიადაგზე მე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ კაცობრიობა აწარმოებს ძალიან დიდ ექსპერიმენტს. ექსპერიმენტი, რომელიც დაიწყო ადამ და ევადან და დღემდე გრძელდება, აი ეს სახია ჩვენი მეგობრებო რა და ნუ გახდებით ექსპერიმენტის მსხვერპლი. გონიერი ადამიანი შენი ხელის მოწერის გარეშე არავინ არაფერს არ გიშვება, მაგრამ თუ გონიერი ვერ ხარ, ხელსაც მოგაწერინებენ და ფრთხილად იყავით რა. ეხლა ყველა ბავშვზე რო უფლებას იღებენ სკოლაში ხელს რომ გაწერინებენ იმ მე რამდენი პუნქტზე, ხო? და გეუბნებია რომ აუცილებლობას წარმოადგენს აცრა, აი ეს იქნება მერე თქვენი ბავშვებში ჩატვირთული, ეხლა რაც ნახეთ, ეს იქნება ჩატვირთული, რის წინააღმდეგაც თქვენი ბავშვი ყოველწამიერად იბრძოლებს, რომ ეს სახე არ გამოავლინოს. რატომ ემართებათ ბავშვებს სიცხე, როდესაც აცრებს იღებენ. გენეტიკა ისეთია, ან გამოდევნის თავის თავიდან სისხლი იმ თვისებებს, რაც შეგიყვანეს, ან კიდე ის თვისებები მოერევა შენს სისხლს, რაც შეგიყვანეს და აი ხედავთ როგორ მორეულა თურმე ჩვენს გენეტიკას ის ყველა სახის ცხოველი, რომელიც ცხოველის გენით შეუშვეს ჩვენში. კიდევ ერთხელ ნახოთ თუ გსურთ რა. აი ეს დღეში აღებს ნარკოტიკი, მოსაწევი, შესაქმნოსი გასაჩქერი დღეს ახალგაზრდებს. გაუთხილდით შვილებს ძალიან, გაუთხილდით შვილებს. გულში ჩაიკარით ისინი და ყურადღების ცენტრში ყავდით მთელი ცხოვრება. თქვენი ამოწეულში. ეს არის მაიმუნი მეგობრებო, რომელიც გამოვიდა 100%-ით გამომჟღავნდა. ეს ამას ვერ შეასრულებს ადამიანი რა. ეს თუ გენში არ აგავს, ვერ შეასრულებს ადამიანი. ბიჭო, როგორ იცინიან ეს გამოფალოსებული ადამიანები გავგიჟდი რა. დგანან, უყურებენ ადამიანს ასეთ მდგომარეობაში და იცინიან. ეს ადამიანი, რომელსაც ახლა ნარკოტიკული მდგომარეობაშია, ნარკოტიკმა გამოავლინა ის, რომ თავისთავი გაეთავისუფლებინა იმ ჩარჩოებისგან, რომელიც ჩარჩოებშიც მოთავსებულია ადამიანი და თავის გამოვლინების შემთხვევაში როგორც დააზიანეს ადამიანი. ეხლა ამ ადამიანის ბრალი კი არ არის ესეთი რო არის, ესე რო იქცევა. მასში შეშვებულმა გენმა გამოიწვია ეს მდგომარეობა. მოთხოვნილება, რომ მაიმუნის გენის გაქვს შიგნი შეყვანილი, გორილას გენის გაქვს შიგნი შეყვანილი, ძროხისაც, ძროხაც იქნებით, მაიმუნიც, ქათამიც.
იმიტომ შეუძლიათ ყველაფერი გიწოდონ, იმიტომ რომ ყველა გენი შეყავთ შენში. ყველაფრის გენი შეყავთ შენში, რომელიც აბინძურებს ადამიანურს. და მერე დგანან ეს ექიმები, ეს ფალოსები ესენი და იცინიან კიდე ესეთ ადამიანზე, ვისი ბრალია რომ ეს ხდება? ექიმების ბრალი არ არის? თქვენ წარწყმენდილო სულის ადამიანებო თქვენ. ფუი თქვენს ექიმობას რა უთხარი? თქვენ დამპლებო თქვენ ყველა ვინც ხმას არ იღებთ. ფუფ. თქვენ სულს მოეკითხოს მალე. თქვენ მოგეკითხოს მალე. აი ახლა და ამ წამს. თქვენ ყველა ექიმს, ვინც მონაწილეობას იღებს აი ამ დიდ ექსპერიმენტში, თქვენ დამპლებო თქვენ. და როგორ აშინებთ ხალხს და როგორ ეუბნებით, რომ ვითომ და გადაარჩენს ეს ადამიანს. შორენა, ამ ხელა ბიჭს ძალით ხომ ვერ გაუკეთებ, საიდან მიგიწუდებათ ხელი ამ ხელაზე მაინტერესებს რა. რას ლაპარაკობ შორენა ვერ გავიგე. ამ ხელა ბიჭს არა ბავშვობაში გაუკეთეს და შენც გაგიკეთეს ბავშვობაში, როცა გაგიკეთეს საყოველთაო აცრა და ყველა ორკვირიან ბავშვს უკვე უკეთებენ საყოველთაო აცრას, რომელშიც შედის 270 ცხოველის გენი. და შენ აზრზე ვერ მოდიხარ. წაიკითხე აბა რა შედის და როგორ შედის აცრებში. როგორ ამზადებენ აცრებს, ის წაიკითხე. უშიშარი უსაფრთხო ნივთიერებები, უსაფრთხო ნივთიერება შეყავთ, ხო, არ მოგკლავს, მაგრამ გენი რო შეყავთ? ის გენი, რომელიც შენს გენს ადამიანურს აზიანებს, აბა გენზე კითხე ერთი, რა მაინტერესებს, როგორ პასუხს გაგცემენ ექიმები. წიგნი არსებობს. პრო და კონტრა, დადებითი და უარყოფითი თვისებები აცრის და ამ წიგნში თვითონ ექიმი წერს თუ რა და როგორ ვითარდება და როგორ ამზადებენ თვითონ ამ აცრის მედიკამენტებს. და კარგად გამოიძიეთ იქ, რისგან ამზადებენ და რისგან გამოყავთ. ყველამ თავისებს მიხედოს, მაგრამ თქვენ დამპალო ექიმებო რა, თქვენ სულით დამპალო და წარწყმენდილო ექიმებო. ყველას გეხებათ ეს, აბსოლუტურად ყველას, ვინც ხელს აწერთ ამ ხელა საზიზღარ ექსპერიმენტს რა. თქვენს დედას მოკითხოს ღმერთმა მალე რა. და თქვენ მოკითხოთ ღმერთმა მალე. თქვენ შვილებს მოკითხოთ ღმერთმა მალე რა. ამინ ამენით იესო ქრისტე. დამპლები ესენი. რებს აკეთებენ, რებს ბედავენ ეს უნამუსოები ესენი.